38 დღე ზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს. ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. არსებობს თუ არა ისევ ჯანმრთელობის რისკები. გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, პრევენციას ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის. ჟურნალისტის წერილი ვივამედის კლინიკიდან. ელრიადი, პარიზი, ანკარა, სამი შეხვედრა ცალ-ცალკე. დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მიზანი უკრაინაში ომის სამართლიანი და მტკიცე დასრულებაა. რომელი დადებს შედეგს. დღეს ჩვენ ავუხსენით ჩვენს კოლეგებს, რომ ნატოს გაფართოება, უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა არის პირდაპირი საფრთხე რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის. ვაშინგტონისა და მოსკოვის პირველი კონტაქტი და პირველი მოლაპარაკება 3 წლის შემდეგ. შემექმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ. როდის ჩაინიშნება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დღე. საბრძოლო ველი, რას ურჩევს ევროპული საბჭოს მრჩეველი ევროპას საქართველოზე. უკრაინაში პოზიციების დათმობის შემდეგ საცდელი შემთხვევა საქართველო უნდა გახდეს. ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ჩვენ დავიწყებთ. ტერე ჰელანდის იდეები. საქართველოში დასავლური გავლენის გაძლიერება ნიშნავს ქართული ინტერესის გაძლიერებას. ევროპის უსაფრთხოების ალიანსი ამერიკის გარეშე. თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი არ ჩვეულებრივად ზის ხელფასზე, გავალებაა ჩვეულებრივად, რაღაც გრძელძელი ასეთი ტექსტების წერა, ქართული ხალხის ლანძღვა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 18 თებერვალია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობის. კიდევ ერთი ისტორიული თარიღი, პირველი მოლაპარაკება უკრაინის ომის დასრულებაზე 3 წლიანი პაუზის შემდეგ და უკრაინის გარეშე. ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ საუბარი გაგრძელდება. უნდა მოიხსნას ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორი ორი ქვეყნის ურთიერთობაში და ამის შემდეგ ჩაინიშნება თარიღი იმავე ელრიადში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის. სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა უკრაინის იძულებაა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ამერიკაც და რუსეთიც თვლიან, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვეღარ გაიმარჯვებს. ამ დროს ზელენსკი თურქეთში იმყოფება იქ, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკება ჯერ კიდევ 3 წლის წინ ჩაიშალა ან ჩაშალეს. უკრაინის პრეზიდენტი კვლავაც იმეორებს, რომ კიევის ზურგს უკან შეხვედრები არ უნდა მიმდინარეობდეს. იმავე აზრზეა ევროპა, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს და არ ასახელებს, როგორ აპირებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. 3 შეხვედრა ელრიადი, ანკარა და პარიზი ამ ეტაპზე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ევროპელი ლიდერებიც და ერდოღანთან ჩასული ზელენსკიც რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების შედეგებზე არიან დამოკიდებული. 4 საათიანი შეხვედრა 4 ზოგად პუნქტზე ხელმოწერით დასრულდა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო რა განცხადებები გააკეთეს რუბიომ და ლავროვმა ელრიადის მოლაპარაკების შემდეგ. მაგალითად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ეკონომიკური სანქციების ნაწილის გადახედვაც კი საჭირო გახდეს რუსეთისთვის. შეხვედრა უკრაინის ბედზე უკრაინის გარეშე. საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი თითქმის 5 საათიანი საუბრის შემდეგ დასრულდა. Fox News-ის ინფორმაციით მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების 3 ეტაპიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში არჩევნებს და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მედიაში გავრცელებულ ამ ვერსიას მხარეები ოფიციალურად არ ადასტურებენ. დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მიზანი უკრაინაში ომის სამართლიანი და მტკიცე დასრულებაა. პრეზიდენტი ტრამპი ჩართულია პროცესში, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. მას მდგრადი მშვიდობის მიღწევა სურს, რომ ამან სხვა კონფლიქტი აღარ გამოიწვიოს რამდენიმე წელიწადში. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ის მსოფლიოში ერთადერთია, ვისაც ამის მიღწევა შეუძლია. დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა. რაღაც მომენტში ევროკავშირიც უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმიტომ რომ მათ ასევე აქვთ დაწესებული სანქციები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რა არის მიზანი. ჩვენ აქ მიზანზე შევთანხმდით. პირველი რაუნდით კმაყოფილი დარჩა მოსკოვიც. მხარეები ამერიკასა და რუსეთში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის პრეზიდენტი განსაზღვროს უკრაინის საკითხზე მომლაპარაკებელთა ვინაობას. სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგას დღეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი დასავლური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ყოფნას არ დაუშვებს.
ფიქრობ საუბარი ძალიან სასარგებლოა. ჩვენ არა მხოლოდ მოусმინეთ, არამედ გავიგეთ ერთმანეთის. ამერიკულმა მხარემ უკეთ გაიგო ჩვენი პოზიცია. ჩვენს დღევანდელ თანამოსაუბრეს აუხსენით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დასავლელი ლიდერებიდან პირველი იყო, ვინც თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება და დაახლოება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რაც ხდება. დღეს ჩვენ აუხსენით ჩვენს კოლეგებს ის, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ თქვა. ნატოს გაფართოება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არის პირდაპირი საფრთხე რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის, პირდაპირი საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთ-ამერიკის შეხვედრის მიღმა დარჩენილი უკრაინის პრეზიდენტი კი თავისი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ინტერესებზე დღეს თურქ კოლეგას ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საუდის არაბეთში მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდა, შტატებისა და მოსკოვის შეხვედრა ანკარიდან შეაფასა. მე როგორც უკრაინის პრეზიდენტს არავისთვის არაფრის გარანტიები არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის იგივე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ის რუსეთის წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის ხდება. უკრაინაზე, კვლავ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. საინტერესოა თუ ყველაზე რთულ მომენტში არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე, საიდან არის იმის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე. საუდის არაბეთში ვერ ჩავიდნენ, თუმცა შეხვედრა გამართეს მოლაპარაკებების მიღმა დარჩენილმა ევროპელმა ლიდერებმაც. პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით გამართული დისკუსია უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება ვერ შედგა სამშვიდობო ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებითაც. სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ არის, ეს არის მთლიანი ევროპის ეგზისტენციალური საკითხი და შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის. თავდაცვის მხრივ აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ნატოს დატოვებას, მაგრამ ჩვენ ევროპელებს მეტის გაკეთება მოგვიწევს. ევროპამ თავისი როლი უნდა შეასრულოს და მე მზად ვარ განვიხილო ბრიტანეთის ძალების ადგილზე განლაგება სხვებთან ერთად, თუკი ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება იარსებებს. არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები უკრაინაზე, უკრაინის გარეშე და არც ევროპის უსაფრთხოების შესახებ. გადაწყვეტილებები ევროპის გარეშე. ევროპა მზადაა ჩაერთოს უკრაინის სტაბილიზაციისა და მშვიდობის პროცესში, რადგან მომავალში ეს გადაწყვეტილებები აშკარად აისახება ჩვენს უსაფრთხოებაზე პოლონეთსა და მთელს ევროპაში. სანამ ევროპა საუკუნის დისკუსიაში ჩართვას ცდილობს, ერთ-რიადში გამართული შეხვედრა უკვე დასრულდა გარკვეული შედეგებით. რუსეთი და შტატები მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. სწორედ ისინი განაგრძობენ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე მუშაობას. როდის და რა ფორმით ჩაერთვება კიევი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჯერ ისევ უცნობი რჩება. სანამ ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის ხიდის გადებას ცდილობს, შოკურ მდგომარეობაში მყოფი ევროპელების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ბრძოლის ველს ეძებს. რას ურჩევს ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი ბრიუსელს ტერე ჰელანდი თulis, რომ ამერიკას სანდო პარტნიორი აღარ არის უკრაინას უღალატეს, ამიტომ ახალი ბრძოლის ველი საქართველო უნდა გახდეს. ევროპელი მაღალჩინოსნის განმარტებით ბრიუსელმა უკრაინაში განცდელი მარცხის შემდეგ ახალი გამარჯვება იმ ქვეყანაში უნდა მოიპოვოს, რომელიც ევროპის საკვანძო ენერგოდერეფანი და სტრატეგიული ბრძოლის ადგილი, ამ ადგილად კი საქართველოს ასახელებს. ტერე ჰელანდი, რომელიც 2 თვის წინ ქართულ ოცნებას კრემლის ტროასცხენს უწოდებდა, ახლა ცდილობს დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო გახადოს ტროასცხენი და საქართველოდან გახსნას ახალი ფრონტი და ბრძოლის ველი ევროპის მთავარი საფრთხის რუსეთის წინააღმდეგ. ნორვეგიელ პოლიტიკოს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ ემეტება მოსკოვთან სტრატეგიული ბრძოლის ადგილად, მაგრამ ევროპას და ბრიტანეთს ურჩევს ჟანგბადი გადაუკეტოს და უფრო ძლიერად დაარტყას საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ის თავისი მიზნის განხორციელებაში მთავარ ბარიერად მიიჩნევს. ჩვენ არ გვჭირდება ვაშინგტონი, რომ ჩვენს ბრძოლებში ვიბრძოლოთ, აცხადებს ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი, რომლისთვისაც ევროპელების ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გავიდეს. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა საქართველო გამოყენებული იყოს ვინმეს ინტერესების გასატარებლად და ბრძოლის ველად. საქართველოს ბრძოლის ველად ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი განიხილავს, რომელიც ევროპას მოუწოდებს შტატებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. ტერე ჰელანდი ბრიუსელს ურჩევს საქართველოში როგორც საკვანძო ენერგეტიკულ დერეფანში გაიმარჯვოს, სანქციები გაამკაცროს და ხელისუფლება აიძულოს ახალი არჩევნები ჩაატაროს. ქართული ოცნებისთვის ევროპელი პოლიტიკის კონსულტანტის რეკომენდაციები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ერთად სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაა. რა თქმა უნდა, ამერიკისთვის და პრეზიდენტ ტრამპისთვის მიუღებელია, როდესაც ევროპული ქვეყნის ლიდერები
პირდაპირ ერევიან სხვა ქვეყნის არჩევნებში. და კიდევ უფრო ცხადი გახდება საზოგადოებისთვის ის, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე წლის წინ საუბრობდით. ხო არ ჯეროდათ არავის. ხო არ ჯეროდათ, როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე იყო საუბარი. აგერ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამბობს, რომ Deep State-ი უნდა იქნეს დამარცხებული, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ევროპის სანდო პარტნიორი აღარ არის, ამას ამტკიცებს ტერე ჰელანდიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა. სწორედ ამ ღონისძიებაზე გააკრიტიკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირი. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველი ახლა ევროკავშირს ურჩევს საქართველოს შემთხვევაში იერიშზე გადავიდეს. გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა და ამით მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ევროპას საკუთარ ბრძოლაში ამერიკა არ სჭირდება. პოლიტიკის კონსულტანტი შეტევის პოლიტიკაში დიდი ბრიტანეთის როლზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ლონდონს ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ფინანსური დარტყმის მნიშვნელოვანი რესურსი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი. ჰექსეთმა უკრაინას უღალატა, როდესაც დაუშვა, რომ მან საკუთარი ტერიტორიებიდან ნატოს პერსპექტივა უნდა დათმოს. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის მთავარი საფრთხე არ არის. ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ჩვენ დავიწყებთ. ევროპამ და დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების ქსელს უფრო ძლიერად უნდა დაარტყას. გადაუკეტოს ჟანგბადი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ბანკებსა და მედიებს და არა მხოლოდ რეაგირებით უნდა შემოიფარგლოს, მათ შორის იყოს ლიდერი საქართველოში. გააძლიეროს უკრაინა ეკონომიკურად, შექმნას ევროპის უსაფრთხოების ალიანსი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. საქართველოს ეს საცდელი შემთხვევაა. დრო არ იცდის, საქართველოში გამარჯვება მსოფლიოს მიმართ გზავნილი იქნება, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპა არ არის სუსტი. ჩვენ არ დავსხდებით გულხელდაკრეფილები. ჩვენ არ გვჭირდება ვაშინგტონი, რომ ჩვენს ბრძოლებში ვიბრძოლოთ. ჰელანდის გეგმას პოლიტიკურ მოცემულობას უწოდებს ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკის კონსულტანტის მოსაზრებები პარტნიორების პოზიციებს ემთხვევა. თუმცა ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის რეკომენდაციები ბრიუსელისთვის გადამწყვეტი ვერ იქნება და ევროპა ამერიკასთან საერთო პოლიტიკურ ენას გამონახავს. კონკრეტულად ერთი ადამიანის აზრი აქ არ ვიცი რამდენად არის თავარი. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ივანიშვილი არის უკვე დასანქცირებული. ბევრი სტრატეგიული, ესე ვთქვათ, დოკუმენტი არსებობს, დოქტრინა არსებობს, კვლევა არსებობს. ჩვენ ერთ რამ ვიცოდეთ, ჩვენ საქართველოში დასავლური გავლენის გაძლიერება ნიშნავს ქართული ინტერესის გაძლიერებას. მართველი გუნდის შეფასებით ტერე ჰელანდის საჯარო რჩევები ადასტურებს, რომ ევროკავშირი ტრადიციულ ღირებულებებს შორდება და ამაზე უკვე შეერთებული შტატებიც ღიად საუბრობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა, რადგან სანქციების პოლიტიკა საქართველოზე არ მუშაობს. ბევრი ყავს შემოჩეული, ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრი არის ასეთ შემოჩეული, ქართველებზე გულანძღავენ, ეკლესიას გულანძღავენ, ამჟამად მოდიან მიტინგებს გვიტარებენ მინისტრები, ასე შემდეგ. ეს ასეთი ქცევა რო ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ახლა ისეთ მდგომარეობაში, როგორიც აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს. თუ კი ვინმეს უნდა ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა თვითონ უნდა იყოს წინა ხაზზე. სხვისი ხელით ომი ეს არის ყველაზე ამორალური საქციელი. და როგორც ჩანს, ზოგიერთს უნდა ჩვენი ხელით იომოს. სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატია, იგივე Deep State-ი ხმის ნეგატიურ პლაცდარმს ქვეყნებთან ურთიერთობაში, ის ერევა სხვადასხვა ქვეყნის საქმეებში, ხელებს აფატურებს მის პოლიტიკურ რეალობაში და ამით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გამართლებას. ბუნებრივია, რომ ვერანაირი სანქცია, ვერანაირი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე ვერ მოახდენს სათანადო შედეგს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ევროპამ საქართველოში, როგორც სტრატეგიულ ბრძოლის ველზე, საკუთარი მოსაზრებები კვლევითი ცენტრის კონსულტანტმა სოციალურ ქსელ X-ზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ გამოაქვეყნა. პროტესტის უკიდურესი ფორმის 38 დღე მზია ამაღლებელმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა ჯერ ისევ რჩება რისკები მის ჯანმრთელობაზე, რის გამოც კლინიკა ვიმამედი ჟურნალისტის რეაბილიტაციის მნიშვნელოვან პროცესს იწყებს. ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომი, ეს არის ვითარება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, რა დროსაც შესაძლოა სხვადასხვა გართულებები განვითარდეს, ამიტომ მზია ამაღლობელი ახლა ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ მან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა იგრძნო მისი
მისი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ და არ სურს, რომ მათი ბრძოლა დასუსტდეს. შიმშილობის შეწყვეტას წინ უძღოდა არაერთი თხოვნა, როგორც მედიკოსების, ისე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რამაც ასევე იმოქმედა ჟურნალისტის გადაწყვეტილებაზე. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის წერილი ბათუმელების რედაქტორმა გაახმოვანა და ის წერილი წაიკითხა, სადაც მზია ამაღლობელი თავისი არგუმენტების შესახებ წერს. ჟურნალისტი ყველა თანამოაზრეს მადლობას უხდის და შიმშილობის შეწყვეტას თხოვს იმ დემონსტრანტებსაც, რომლებიც სოლიდარობის მიზნით შიმშილობენ. მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება და ექიმების დახმარებით დაიწყებს კვების ეტაპობრივად აღდგენას 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ. მზია ამაღლობელის წერილი მივიღეთ აი ამ დაწესებულებიდან. მზია ამაღლობელის წერილი კლინიკიდან მისმა კოლეგებმა დღის მეორე ნახევარში მიიღეს და საჯაროდ წაიკითხეს 38 დღის შემდეგ ბათუმელების დამფუძნებელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა კლინიკა ვივა მედის დირექტორი ზურაბ ჩხაიძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა დროული და აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა რისკი იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყო. ბათუმელების დამფუძნებელი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში შესაბამის მკურნალობის კურსს გაივლის. მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი, თუნდაც გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა მისი კოლეგების მიმართ და ჩვენს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. კლინიკა ვივა მედში მზია ამაღლობელის მოსანახულებლად დღეს მისი ადვოკატიც იმყოფებოდა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. პატიმრობის არანაირი გარემოება არ არსებობს რეალურად წინასწარ პატიმრობაში დატოვების და საქმე ახლა არის ქუთაისის სასამართლოში. საგამოძიებო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ამაზე. წინასწარი პატიმრობის მსუბუქი აღკვეთით შეცვლას ემხრობა სახალხო დამცველით. ცნობილია, რომ ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს, რათა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გადაიხედოს. მივმართეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადაც სწორედ მისი პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ის მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, იქნას კიდევ ერთხელ გადასინჯული. მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას 38 დღეს შიმშილობა შეეწყვიტა. შეფასებები პოლიტიკურ პარტიებშიც მოყვა. ოპოზიციამ ბათუმელების დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა. პირველში მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ მზიას ძალიან სწორი გადაწყვეტილებისთვის და ვუერთდები მე თხოვნას სხვა მოშიმშილე პატიმრებისადმი, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ქალბატონმა მზიამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა. მნიშვნელოვანი ქალბატონ მზიას განცხადებაში იყო ის, რომ მოწოდება იმ ადამიანებისადმი, აგრეთვე ვინც ახლა შიმშილობენ მის სოლიდარობის მიზნით მასთან, მათაც შეწყვიტონ ახლა შიმშილობა. ჩვენ არ გვჭირდება აქტიური და ჭკვიანი ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ სასარგებლოები იყვნენ რეჟიმთან ბრძოლაში, არ გვჭირდება ისინი პარალიზებული. შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოუწონა მზია ამაღლობელს მმართველმა გუნდმაც, თუმცა უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონით აგებს პასუხს. ყველა საღათმოაზრული, ნორმალური, ჰუმანურად მოფიქრალი ადამიანი მოუწოდებდა, რომ შეეწყვიტა შიმშილობის. არ ეხება მხოლოდ მზია ამაღლობელს და ამ კონკრეტულ кейსს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ თვითდაზიანების რეჟიმში. ინდულგენცია არ არის არც ერთი პროფესია, არ ჟურნალისტობა, არც პოლიციელობა, არც პოლიტიკოსობა, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ. სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ქალბატონმა მზიამ მიიღო გადაწყვეტილება და შეწყვიტა შიმშილობა, რამე თუ ეს მის ჯანმრთელობას უკიდურესად დააზიანებდა უკვე. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველად მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია, თუ გინდათ იგივე უცხოური საელჩო არ მოუწოდებს ხოლმე ადამიანს შიმშილობის შეწყვეტისაკენ და პირიქით სპეკულირებენ ამ საკითხით და ცდილობენ ადამიანი წააქეზონ უკიდურესი, ასე ვთქვათ, ზომებისაკენ. ბათუმელების დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. ჟურნალისტ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. დაკავების დღიდან მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. თავდაპირველად ის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა რამდენიმე დღეში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს.
შიმშილობა ბრიუსელის მოწოდების გარეშე შეწყვიტა, სანამ შეწყვეტა და ევროკავშირის ელჩმა იმის ნაცვლად, რომ მზია ამაღლობელისთვის მოწოდება გაეკეთებინა, მის სიცოცხლის გადასარჩენად თქვება დაიწყო, მხოლოდ ის თქვა, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პაველ ჰერჩინსკიმ ამავე დროს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებული მედია გარემოს გამო. ოფიციალური თბილისი დაამონათა და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის დასჯა თბილის ბრიუსელამდე ვერ მიიყვანს. პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტების დაჯილდოებაზე გაკეთებული განცხადება ოპოზიციამ თავისებურად გადათარგმნა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარია პოლიტიკური მიზანი, დანარჩენი თავად ჟურნალისტის გადასაწყვეტია. ქართულ ოცნებას კი არც ოპოზიციისგან და არც ევროკავშირის ელჩისგან არაფერი უკვირს. ჰერჩინსკი და ოპოზიცია მმართველი ძალისთვის დიდი ხანია ევროპულ ღირებულებებს დასცილდნენ. გაუგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით, რომელიც შეიძლება თქვენს იყო ჩვეულებრივ პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საერთოდ თავი დაზიანება გაეგრძელებინა. მართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის მოწოდებაზე საუბრობს, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ელჩმა გარდა დიპლომატიური ეტიკეტისა, მორალური ნორმებიც დაარღვია. სახელმწიფო პარტიის ლიდერების აზრით, ამაღლობელის საქმემ დაადასტურა, რომ მათი ოპონენტებისთვის ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა საკუთარი პოლიტიკური ბენეფიტები დგას. ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მიემართა მათ შორის მზია ამაღლობელისთვის მიემართა და ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, ნაცვლად ამისა ვნახეთ მისი მხრიდან წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. ეს კიდევ ერთხელ აღმაშფოთებელი, აი აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და ეს თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოწდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის იარაღი. ეს კიდევ ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებს კონკრეტულად ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ბედი. ისინი მას იყენებენ თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ცდილობენ, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში იყო ის შენიღბონ, შეფუთონ რაღაც პიარული მექანიზმები, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი იცის, რა პროცესები მიდის. ელჩმა მზია ამაღლობელის შესახებ ევროკავშირის მიერ ჟურნალისტებისთვის დაწესებული სპეციალური პრიზის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა. დიპლომატმა ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მედია გარემოს გამოც გააკრიტიკა. დღეს მინდა მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. უნდა ყოფილიყო თუ არა დიპლომატის მთავარი გზავნილი ამაღლობელის მიმართ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება. ამ კითხვაზე დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა პასუხი არ ისურვეს. თქვეს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა პოლიტიკური აქტი იყო და არავის ჰქონდა მორალური უფლება მისთვის რჩევა მიეცა. ქალბატონ მზია ამაღლობელის შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი იმ შემდგომ, რაც ეს ადამიანი გახდა სინდისის პატიმარი. ამიტომაც რა თქმა უნდა, ასეთ დროს სინდისის პატიმრებს კი არ მოუწოდებენ პირველ რიგში, არამედ იმ ადამიანებს მოუწოდებენ ხოლმე, რომლებმაც დააკავეს და უკანონო დაუკვეთეს თავისუფლება. თავს ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ აქტს ახორციელებს იმის გამო, რომ უსამართლოდ ისჯება, მას რამე ვუთხრათ კიდე დამატებით, მაგრამ ცხადია, რომ ადამიანი აუცილებლად საჭიროებს დღეს გათავისუფლებას. მზია ამაღლობელს დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე შიმშილობის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. კანონმდებლების თქმით, ჰერჩინსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დასტურია. იმ ფონზე, როდესაც ამაღლობელის საქმე რეალურად სასამართლომ უნდა განიხილოს. ეს არის ხელწერა იმ ძალებისა, რომლებიც ცდილობენ ნიველირება მოახდინონ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის და მხოლოდ იმ მიზნებისთვის გამოიყენონ თითოეული ადამიანი, რაც ჭირდება გლობალურ რომის პარტიას, Deep State და ასე შემდეგ. ის რომ ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ჩვენ აბსოლუტურად წითელ ხაზებს აცდენილ უამრავ გაცხადებას ვისმენთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ მზიას მოუწოდოს შეწყვეტილ შიმშილობა, თქვენი იცით რომ ამაზე არაერთხელ გავკეთებია ჩვენ განცხადება, ელჩის ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, ერთია როცა ელჩი ითხოვს გათავისუფლებას, ან რაღაცა სხვა საკითხს, რომელიც ასევე რომ კარგად უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ მეორე არის რომ პირიქით ხდება ასეთი საქციელი წახალისება. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით აქვს მისშილი. ჟურნალისტმა 37 დღიანი შიმშილობა დღეს შეწყვიტა. ყოფილი პრემიერის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი გახარიას შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხებით სალომე ზურაბიშვილს დახვდნენ. სავარაუდოდ სამოქალაქო აქტივისტებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩამოსულ ზურაბიშვილს
აეროპორტის დარბაზში კვერცხები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დამხტვრებს არაფერი უთხრათ, კვერცხების ნაწილი კი მის პირად დაცვას მოხდა. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა ინციდენტში გახარია მსგავსად ქართული ოცნება დაადანაშაულა. ფაქტს ორგანიზებული ძალადობის კვალიფიკაცია მისცა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების კვალს ხედავს ის ოპოზიციაც, რომელიც ჯერო ორბელიანის სასახლის ახლა კი მისი ოფისის ხშირი სტუმარია. ქართული ოცნება გუშინდელი დღის მსგავსად საკუთარ მონაწილეობას აეროპორტის ინციდენტებში უარყოფს და არ უკვირს, რომ 2 დღეა მათი გუნდის ყოფილ წევრებს კვერცხებს ესვრიან. მმართველი გუნდის თქმით, ისინი ზურაბიშვილს აფრთხილებდნენ, რომ საზოგადოება მას ხალათისთვის პასუხს მოსთხოვდა. მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ყოფილი პრეზიდენტი ავტომობილამდე შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე გააცილეს. ანუ გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა? კარგად დაიმახსოვრეს მანა. ხარ რამდენი გადაგიხადეს? არ გადაგიხადეს? ინციდენტიდან რამდენიმე საათში სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. თქვა, რომ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ადგილი ქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულ და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. სოფლის გამგებლად არავინ არ ირჩევდა ზურაბიშვილს. რო არა ჩვენი მხარდაჭერა. დღეს ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური წარსული და ის განცხადებები შეახსენეს, რომელსაც ზურაბიშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აკეთებს. საკუთარ ქვეყანას საქართველოს უღალატა და ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოს. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში. ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. და ეხლა რა უკრის, ვერ გავიგე ზურაბიშვილს. არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან მმართველი გუნდის კვალს ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს პარალელი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმასთან გაავლეს. იმდენად შეშინებულია წარმატებული ვიზიტით იქნებოდა ეს სალომე ზურაბიშვილის თუ გიორგი გახარიას მაშინ როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მათ არ ჩაესრულებოდა. ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფების მიერ ვითომ პროტესტი სინამდვილეში ეს არის ფასიანი დაორგანიზებული პროტესტი. აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში და მსგავს ქმედებებს ოპონენტების ხელწერად მიიჩნევენ. გვახსოვს კარგად ნიკა გვარამიას ცნობილი განცხადება, როდესაც დაიწყო ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების თუ სხვა მათთვის არასასურველ პირებზე თავდასხმა, მათ შორის კვერცხების სროლა და ასე შემდეგ, მან ხმამაღლა განაცხადა და ეს ვიდეოც არსებობს, რომ კვერცხების სროლა ეს არის გამოხატვის თავისუფლება და აბსოლუტურად ჯდება ევროპულ სტანდარტებში. ამით იქნა წაქეზებული საზოგადოებაში ასეთი ტიპის ქცევა. არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა, არც ერთი განცხადება დაეგმოთ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა, მამუკა მდინარაძის წინამდე, როდესაც ელისაშვილი ლაჩხლად მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა. სალომე ზურაბიშვილის ინციდენტი ერთადერთი არ ყოფილა თბილისის აეროპორტში. მიუნხენიდან დაბრუნებულ ყოფილ პრემიერსაც ადგილზე აქტივისტები დახვდნენ და გიორგი გახარიასაც კვერცხები ესროლეს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ამერიკასთან ურთიერთობა, ევროინტეგრაცია, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ამერიკის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება. ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გარე ძალების ზეწოლაზეც გაამახვილა და თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო ეს ზეწოლა. პრეზიდენტმა უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამჭირვალობის კანონი ევროპულ კანონებს არ ეწინააღმდეგება.
ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს აღარ არის დემოკრატიული, რომ ის შორდება ევროპას და ხდება იზოლირებული სახელმწიფო. მინდა დავასრულო ახსნა, თუ რატომ განვიხილავთ თავს ევროპული ოჯახის ნაწილად. ამას არაფერი აქვს საერთო ბიუროკრატებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. მე ვსაუბრობ ჩვენს ისტორიულ კავშირებზე და არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია და გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარყვავით ეს ღირებულებები. ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში. რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ მისწრაფებას. ამავდროულად ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარტია ქართულ ოცნებას და არა მხოლოდ ამ ბოლო საკანონმდებლო არჩევნების დროს. როგორ არის შესაძლებელი, თუ ქართული ოცნება ანტიევროპულია, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ, როგორ ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროპულ გზას უპირისპირდება. ჩვენი ხალხის სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. ისინი, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე საუბრობდნენ, იგივე ხალხია, ვინც მედიაში ავრცელებს აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს დისიდენტური გზით მიჰყავს. აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას. განვითარდება თუ არა საქართველოსთან ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით. სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ზეწოლა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია. ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. თავიდანვე, როცა ეს ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამანგრეველი ომი და უნდა შეჩერებულიყო. დღეს ტრამპიც იგივეს ამბობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი პოზიციის მიმდევრები. ჩვენ ამას ომის პირველივე დღიდან ვაცხადებდით. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, შევერთებული ვიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის. მაშინ როცა არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე დაპირებებით. მიდით ჩვენ იარაღს მოგაწვდით. ახალგაზრდა პროევროპელები მოგვიწოდებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. მაშინდელი მთავრობა ამ ზეწოლას უნდა დააჰყოლოდა. კითხვა ისმის, საქართველოს ამ ომში უნდა ჩაბმულიყო? ჩვენ განსაკუთრებით ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რათა დაგვეცვა მშვიდობის გზა. ისტორია ერთ დღეს აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. ჩვენ სიმართლე უნდა გვეთქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. წუხვართ, რომ იმ დროს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოლდოვისა და უკრაინის უკან იდგა. დაანონსებული პროექტი მზადაა. ქართული ოცნება მიმდინარე კვირას საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს, რომელიც ამერიკული ფარას ზუსტ ასლს, მედიის კანონის ბრიტანული მოდელის ასევე ზუსტ თარგმანს და საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლობის მიღების შეზღუდვის რეგულაციებს მოიცავს. ოცნებას დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლის შემდეგ უფრო მყარი არგუმენტები აქვს. 47 პრეზიდენტის ადმინისტრაცია თითქმის ყოველდღე ასაჯაროებს გრანტებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციას ხმარდებოდა. მთავარი როლები კი USAID-სა და NETS ჰქონდათ, რომლებიც ასევე ყველაზე მსხვილი დონორები არიან საქართველოში. სახელმწიფო გუნდი უცხო ქვეყნის გავლენებთან ბრძოლას შტატებში მოქმედი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ზუსტი ანალოგით გეგმავს. ეგრეთ წოდებული fake news-ების წინააღმდეგ კი ბრიტანული რეგულაციები ამოქმედდება. მედიის ობიექტურობის დადგენა BBC-ის სტანდარტის შესაბამისად მოხდება. ამავე საკანონმდებლო პაკეტში იქნება ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღებას შეზღუდავს. თუ კი თანხმდებით იმას, რომ fake news-ით ზიანდება მომხმარებელი საზოგადოება, რომელიც დეზინფორმირებულია და ხედავთ, რომ ის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის აღსაკვეთად არ მუშაობს, კანონმდებელი ამიტომაც არსებობს, რომ ამისი ეფექტიანი მექანიზმები შექმნას. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის იდეალი და მისაბაძი. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის მისი ფარა, რომელიც 10 წლეულები მოქმედებს, ის რომ გარეჩარევებისგან დაცულია
ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ ამაში აიჩვია არავის არ ეპარება, შესაბამისად ესე იგი ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი, პირდაპირ სიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული ფარა და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი მათთვის მისაღებია, თუმცა ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია მათ ანალოგს არ წარმოადგენს. ამერიკაში მაგალითად ამ კანონის მიზანს წარმოადგენს დაცვა ამერიკული დემოკრატიის იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც ტრულად განწყობილ ქვეყნებს ან მოწინააღმდეგე ქვეყნებს ემსახურებიან. ანუ ამერიკული ფარა თქვენ მოგწონთ? მე გიპასუხებ ამ კითხვაზე. ფარა მომწონს კიდევ ერთხელ მეორე ფარა რატომ მომწონს აღვნიშნე. რატომ იყო რელევანტური და შესაბამისი. როდესაც საუბრობენ კანონის ანალოგზე, მით უმეტეს ვიცით, რომ სრული ანალოგი არც 1 წლის წინ და არც 2 წლის წინ არ ჰქონდათ მოტანილი. ჯერ ამერიკული სტანდარტები შემოიტანა. როგორ უნდა დაგიჯერო, რომ ბრიტანული მედიის სტანდარტების შემოტანით ხარ დაინტერესებული. ეს არის ყველაფერი ცენზურის დასაწესებლად. ვისაც საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს, სახელისუფლებო გუნდი ვაშინგტონსა და ლონდონში ამისამართებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პარლამენტში ამერიკული ფარას და ბრიტანული კანონის ზუსტი თარგმანი დარეგისტრირდება. ცვლილებების მიღების შემდეგ კი მისი იმპლემენტაცია შტატებსა და ბრიტანეთში მოქმედი კანონების შესაბამისად მოხდება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსების მიღების კონტროლი, დეზინფორმაციასთან ბრიტანული მეთოდით ბრძოლა და გამჭვირვალობის ამერიკული სტანდარტი ქვეყნის კანონმდებლობას დასავლურ სტანდარტთან უფრო მეტად დაახლოვებს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, მაგალითად USAID, NED, რაში ხარჯავდა ამ თანხებს, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლებების დამხობისთვის, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობისთვის, ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამკაცრდეს გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ ამ კანონში არ ვაპირებთ არც ერთი წერტილის და მძიმის შეცვლას. აღარ იქნება ფარა და თუ ფარასაც ისინი უსულ დაუძახებენ, თუ ფარას რომელიმე მუხლიც არ მოგვეწონება, მივასწავლეთ ამერიკის საელჩოს მისამართს და ედაონ ამერიკას. რაც შეეხება მედიის კანონს, აქ სტანდარტი არის იგივე, რომ ჩვენ ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც ითვლება ყველაზე წარმატებულ კანონმდებლობად, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს და იცავს მოქალაქეებს დეზინფორმაციისგან და ტყუილისგან, სწორედ ასეთი კანონმდებლობა იყოს მიღებული. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტების დეტალურ განხილვას დაიწყებს. ცვლილებები კი კანონად მომდევნო თვენახევარში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იქცევა. საქართველოს რომელსაც ამბიცია აქვს შუადერეფნის პროექტის პარალელურად ევროპისთვის საიმედო ენერგომატარებელი და მიმწოდებელი იყოს გადამცემი ქსელის განვითარების საწლიანი გეგმა შეიმუშავა. სახელმწიფო დოკუმენტში გაწერილი პუნქტების ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა 2034 წლამდე სემექს სხვა უწყებებთან ერთად კიდევ არაერთი პროექტი აქვს განსახორციელებელი, მათ შორისაა საიმედო ეკონომიკური და ეფექტური ელექტროგადამცემი ქსელი, რომელიც განვითარების ნებისმიერ საფეხურზე უზრუნველყოფს მიწოდების უსაფრთხოებას, ქსელის საიმედოობას, საკმარის გამტარუნარიანობას, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისთვის და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლისთვის, ასევე პრიორიტეტად რჩება ევროპული გაერთიანებულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაცია. ეს ახლად გახსნილი ქვესადგური წყალტუბო 500-ია. ობიექტი საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში აშენდა. პროექტის საშუალებით გაძლიერდა მაღალი ძაბის გადამცემი ქსელი, რომელიც მასშტაბური პროექტის ჯვარი წყალტუბო ახალციხის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გზაზე ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა და გაჯანსაღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ქვეყნის გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა 2034 წლამდე განსახორციელებელ ჯამში 18 პროექტს მოიცავს. მათ შორისაა ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, ასევე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და რეაბილიტაცია. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავხდეთ ექსპორტის მქონე სახელმწიფო. აი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსელური ინფრასტრუქტურა იყოს ესეთი მოწყობილი, რომ დახვდეს ფაქტიურად გენერაციის ობიექტებს და შეიქმნას საერთო ელექტრონული სივრცე, ელექტროენერგეტიკული სივრცე, სადაც ელექტრომომარაგება იქნება სტაბილური, უწყვეტი. 10 წლიანი გეგმა მოიცავს განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისთვის საკმარისი გამტარუნარიანობის და ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის განვითარების 10 წლიან გეგმასთან ინტეგრაციისთვის საჭირო ღონისძიებებსაც. განხორციელებულმა პროექტებმა გეგმის მიხედვით ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლასაც. საქართველოში რეაბილიტირებული ან გაორჯაჭვიანებული გადამცემი ხაზების ჯამური სიგრძე 1700 კილომეტრს მიაღწევს, ხოლო ქვესადგურების ჯამური სიმძლავრე 7000
700 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. 10 წლიანი გეგმა მოიცავს როგორც მოკლევადიან პროექტებს, ასევე საშუალოვადიანს და გრძელვადიანს. მაგალითად 2025-27 წლებში დაგეგმილია პროექტების 50%-ზე მეტის დასრულება. მიწოდების უსაფრთხოება, ქსელის საიმედოობა და ელექტროენერგიის ხარისხი. სემეგში განმარტავენ, რომ გეგმაში სრულად არის ასახული მომხმარებლის ინტერესები. მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ ის, რომ ელექტროენერგიის უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაცემა მოხდება, განხორციელდება ახალი პროექტები ქვესადგურებისა, თვითონ არსებული ქვესადგურების გადამცემი ხაზების კიდევ უფრო მეტად მოწესრიგება, რაც შეამცირებს ავარიების რიცხვს. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში გაწერილი პროექტების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი გია არაბიძე. ენერგეტიკოსის შეფასებით ქვეყანაში დენის ექსპორტი გაიზრდება, იმპორტი კი შემცირდება. საქართველოს ელექტროსისტემას უნდა შეეძლოს უკვე 2030 წლისათვის, რომ ინტეგრაცია მოახდინოს დაახლოებით 10,000 მეგავატზე მეტი სიმძლავრის. აი ამ 10,000 მეგავატში ძალიან მნიშვნელოვანია ქარის ენერგია დაახლოებით 1200 მეგავატი, მზის ენერგია დაახლოებით 325 მეგავატი, იქ არის საუბარი ბატონო ჩემო კომბინირებული ელექტროსადგურებზე და ასე შემდეგ. 10 წლიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიარდი ევროს ფარგლებშია. 59 წელის სცენაზე და სცენის მიღმა 93 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ქალი, რომელმაც კარიერა რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენის თანამშრომლად დაიწყო. ბერტა ხაფავა მსახიობი, რომელმაც დაუვიწყარ სასცენო სახეებთან ერთად განუმეორებელი კინოროლები შექმნა, რომელიც მაყურებელს დღემდე ახსოვს და ახალისებს. ნატვრის ხე სამანიშვილის დედინაცვალი რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე. სიყვარული ყველას უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია ბერტა ხაფავას ფილმოგრაფიიდან და ხელოვნებიდან, რომელსაც მსახიობმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნა. მისი უნარი თითოეული როლი გულწრფელად და ემოციურად შეესრულებინა, მას ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად აქცევდა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თითოეული პერსონაჟი ისე განასახიერა, რომ მაყურებელმა მისი არსებობა რეალურადაც დაიჯერა. სულ იხარე, იდღეგრძელე. გულნათელო, სანათელო, ჩემო ტკბილო, დიდო დედა, საყვარელო საქართველო. მისი კინოგმირები სითბოთი, იუმორით და შინაგანი სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. სამანიშვილის დედინაცვალში შესრულებული მათიკას როლით ქართულ კინემატოგრაფში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მას ჰქონდა როგორც არტის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ორგანულობა. ნატვრის ხე ავიღოთ. ერთი ბეწო ეპიზოდია, მაგრამ დაგრჩება. დაგრჩება სწორედ აი ამ ორგანულობით, აი გამოკვეთილი ორგანულობით, აი ჭოლიკანა ქალებში ლეილა ზიგრაშვილის ბერტა ხაფავას ეს გამოარჩევა. მარტო ხროხინე მღვდელი, სოფელში ბარე 10 ბიჭმა კიდე ითის მაგას მარჯვენა ძუძუს ქვეშ რომ ხალია. დიდ კინომდე თეატრის სცენა იყო, სადაც მხოლოდ კი არ ითამაშა, იცხოვრა კიდეც. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 1969 წელს გამოჩნდა და იქ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. მერი პოპინსი დღემდე მის ბიოგრაფიაში გამორჩეული სცენური სახეა. როგორც ვახუშტია ნაცარქექიაში გოგუცა კუპრაშვილის, ისეა ბერტა ხაფავას მერი პოპინსი. მერი პოპინსის შემდეგ დაიწყეს მისი აქტიურად გადაღება კინოში. ანუ ბერტა ხაფავას სცენაზე სასწაული იყო რა. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს აკეთებდა ხოლმე. იმპროვიზაციის გარდა კიდე ქონდა რაღაცა თითქოს გეხმარებოდა, თან რაღაცას გეხუმრებოდა. თვითონ მერე გამოდიოდა, იმიტომ რომ გაგეხუმრებოდა, შენ გაგაფუჭებდა სცენაზე და მერე გამოდიოდა, როგორი გიყავი ბიჭო და გავიდოდა მერე ხო თავისთვის. ან საინტერესო იყო. 2013 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თეატრიდან წასვლა უნდოდა, თუმცა ეს თხოვნა ერთადერთი მიზეზის გამო არ შეუსრულეს. ორჯერ შემომითვალა, რომ მე უკვე ვეღარ გამოვდიოდა და იქნებ გამიშვა თეატრიდანო და იცით რა არის, ესეც ჩვენი ღირსების საქმე იყო. რობერტა ხაფავას თეატრიდან გაშვება არ უნდა დაგვეშვა. არა, იმიტომ რომ ის ნამდვილად არის სამარკო ნიშანი მოზარდ მაყურებელთა თეატრის. ბერტა ხაფავა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში კიდევ დიდხანს დარჩება.
ისინი არცეთი აღარ არიან. მე ვარ მე მგონი მარტო ცოცხალი, მეც სავალ მალე და ერთად ვიქნებით იქ მოვაწყობთ სპექტაკლს. იქაც ალბათ სპექტაკლი იქნება ალბათ რა. ხანგრძლივი პაუზის და ბაკურიანის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალიდან საინტერესო გადაცემების შემდეგ ლაშა დვალიშვილი კურიერის სტუდიას დაუბრუნდა და ტრადიციულად სპორტულ ახალ ამბებს გაგვაცნობს. ლაშა, საღამომშვიდობისა და გვიხარია შენი დაბრუნება. მადლობა. საღამომშვიდობის ნათია და თუ მე ძალიან მიხარია და მადლობა ასეთი წარდგენისთვის, რა თქმა უნდა. დავიწყოთ ფეხბურთით და ინფორმაციით, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს. გადაგზავნა რომ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი დინამო არენაზე გაიმართება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის შედეგად ამ დროისთვის შეზღუდვა პირველი იარუსის 18-დან მხოლოდ 6 სექტორს შეეხება. შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე. 2 რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს. პირველი მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება. მეორე დაპირისპირება კი თბილისში 23 მარტს შედგება. როგორც იცით, პირველი იარუსის გამოყენება სრულად იყო შეზღუდული წინა პერიოდში და პირველი სექტორის დეტალური შესწავლის შემდეგ ყველა სექტორი იქნა შესწავლილი და დღესდღეობით შეზღუდულია მხოლოდ პირველი იარუსის 1/3 გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ 6 სექტორი იქნება დაბლოკილი თამაშზე, რაც დაახლოებით 4000 მაყურებელზეა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის სექტორი, რომელიც თამაშის ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, მათ შორის ტექნიკური ადგილები, მედიის ადგილები და სტუმარი და ჩვენი გულშემატკივრის სივრცეები შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას და ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც იმუშავა ამ საკითხზე და შესაძლებლობა მოგვეცემა დინამო არენაზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, სამომავლო მატჩებისთვის ისე იმ 6 სექტორზეც შემუშავდება აღდგენის პროექტი და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო შეხვედრებში სრულად იქნება ათვისებული. საქართველოსთან გასამართი პლეი-ოფის მატჩები მთავარი გამოცდა იქნება სომხეთის ეროვნული ნაკრების ახლად დანიშნული მწვრთნელისთვის. სომხეთის გუნდს სათავეში ჯონვან სხიპი ჩაუდგა. 61 წლის ნიდერლანდელმა კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და მუშაობას 1 მარტიდან შეუდგება. ის ბოლოს აიაქსს წმიდა, რომლის ღირსებასაც იმ პერიოდში გიორგი მიქაუტაძე იცავდა, იქამდე კი საბერძნეთის ნაკრების თავკაციც იყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამშობლოში დაბრუნდა ბორჯღაოსნებმა ესპანეთში 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მას მისდევს 62-32 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ჟამში ძალიან კარგი თამაში იყო. ანგარიშმაც გიჩვენა ყველაფერი. იყო რაღაცეები, რაც ძალიან კარგად შევასრულებთ, რაღაცეებში უკეთესები უნდა ვიყოთ, მაგრამ ძირითადად ეგ შეცდომები ანგარიშთან გამომდინარე წამოვიდა, რადგან რაც უფრო წინ გავედით, უფრო მეტად გავრისკეთ და უფრო მეტად ვცადეთ, რომ ხელით ვეთამაშოთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, პირველი რაც იყო შესრულებულია. დაგვჭირდა ეს ორი თამაში, პრიორიტეტი ჯერ არის ამ ორი თამაშის დამაჯერებლად მოგება და უკვე შემდეგი რაც იქნება, მაგისთვის მომზადებით მაქსიმალურად. დღეს ლაგაზეთა დელო სპორტ ჯორჯიასა და საქართველოს რაგბის კავშირის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დელო სპორტ ჯორჯია ქართული რაგბის დიდი 10 ასაკობრივი ნაკრებების 7 კაცსა და 7 ქალა ნაკრებებისა და უფროსი ბორჯღაოსნების შესახებ დეტალურ და ექსკლუზიური ინფორმაციას მოგაზრდით. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და სარაგბო საზოგადოებას შორის. მემორანდუმს ხელი ლაგაზეტა სპორტ ჯორჯიას დამფუძნებელმა და SMH სპორტის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს. ევროპის ჩემპიონატზე რაგბზე მოგეხსენებები არა მარტო პოპულარული ჭიდრო თანამშრომლობა ლაგაზეტა და ქართულ რაგბს შორის დაიწყო და მაქსიმალურად გაღრმავდება. ჩვენი შედეგები, ჩვენი სიახლეებით, ესე ვთქვათ, გამოვყვებავთ ამ გაზეთს და ისინი კიდე პირიქით თავთავის სიახლეებით საგარეო იქნება თუ საშინაო ურთიერთთანადგომას გაგვიწევენ. რაგბი არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში და ეს უკვე არაერთ გზის დაგვიმტკიცებია ჩვენ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან თამაშისას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყავს ტოპ მოთამაშეები, რომლებიც სოფლიოს წამყვან კლუბებში თამაშობენ, თუმცა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც ახლა იწყებენ თამაშს ან ადგილობრივ კლუბებში თამაშობენ, მათ კონდეთ ისეთი
საერთაშორისო მედია პლატფორმა, როგორიც არის La Gazzetta dello Sport, რომელიც გააშუქებს მათ წარმატებებს და მათ უკვე мотивაციას მიცემს დამატებიც იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები დადონ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ის ყველა წარმატება უნდა იყოს გულშემატკივრამდე მყისიერად მიტანილი. თბილისის მერიის ორგანიზებით მწვრთნელ მასწავლებლებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ღონისძიებაზე პრიზები ტამარჯის უხუცეს მწვრთნელს რევას გამხოშულ ძიუდოს მასწავლებელ გივი კახაბრიშვილს და ვეტერან ძლეოსან გალინა ზრაჟევსკაიას გადაეცათ. მე დღეს პატივი მქონდა რომ შევხვდოდი თბილისში მომუშავე თითოეულს და მადლობა გადამეცა და იმ ღვაწლისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში მათ ვაქვთ თბილისის სპორტისთვის და ქვეყნის სპორტისთვის. მომავალ წლებში კიდე გაძლიერდება ეს ხარდაჭერა ჩვენი მწვრთნელების, რომლებიც თბილისში მუშაობენ და დაწუნებული ვარ რომ ეს მწვრთნელები, რომლებიც მოღვაწეობენ ქალაქ თბილისში, უფრო მეტ დიდ გამარჯვებას მოუტანენ როგორც თბილისს, ასევე საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უკვე ვახსენე ჩვენი მწვრთნელების ხარდაჭერა და გვინდოდა ამ ღონისძიებით ხაზი გაგვესვა და გამოგვეყო ის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც უკვე მრავალი წერია სპორტს ემსახურება, ქალაქს ემსახურება ჩვენ სპორტსმენებს და გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ამ ადამიანებს და ასევე გაუწოდოთ ის ხელი დახმარების და სამომავლოც რა თქმა უნდა ჩვენ ხარს დაუჭერთ ამ. პატარა მცირე დაფასებაც კი ნამდვილად ასაკიანი კაცისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები რომ შემდეგში კიდე დავიმსახურო არა ასაკობრივი ჩემპიონების გაზრდით სოფლიო ჩემპიონი მარტო მინდა ერთი ოლიმპიური ჩემპიონი გავზარდო. ნათია დღესაც სხვა ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ახლა კი ნამდვილად დიდი მადლობა ლაშა სპორტის სამობილო ლაშა დვალიშვილმა გავგვაცნო ასეთი იყო დღევანდელი დღე 18 თებერვალი და კურიერი 9 საათი. ზუსტად ერთ ტრადიციულად საინტერესო გადაცემები განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.